ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ხოდა როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან მათ გონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილი იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. თქვენ კი ასე ილოცეთ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეთ ჩვენ დღეს და მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა ჩვენთან. და ნუ შეგვიყვან ჩვენგან საცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. ვინაიდან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, თქვენს მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენ შეწოდებებს. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულება დაჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, ზეთი იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს. ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც რჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდებით ხრიან დაიპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც რჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდებით ხრიან დაიპარავენ. ვინაიდან სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება. სხეულის სანთელი თვალია, ხოდა თუ შენი თვალი სუფთა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად თუ კი ნათელი, რომელიც შენშია სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება.